სტუდიაში კი სტუმრად გვყავს გიგა ბოკერია, ფედერალისტების ლიდერი. მნიშვნელოვანი და საინტერესო არის თქვენი მოსაზრებები, როგორც ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებზე, აი მათ შორის რასაც ვადევნებთ, თვალს რომელშიც მონაწილეობთ კიდეც და ასევე ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებთან დაკავშირებით, ტრამპის სიურპრიზებთან, განსაკუთრებით რაც ჩვენ გვაინტერესებს პუტინთან ურთიერთობების გარკვევის ფაზები, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის რო არის დამოკიდებული ვიცით, მაგრამ რა ვერსიებში ვიგრძნობთ თავს უფრო დაცულად და მყარად. თუმცა დღეს ასევე ფორმალურ მიზეზით არსებობდა თქვენ გამართეთ მეორე ყრილობა ფედერალისტების, რამ განაპირობა დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში, რა გადაწყვეტილებები მიიღეთ და რა მიზანი ჰქონდა მას. ზაღმშტობისა მადლობა შესაძლებლობისთვის. ამ საკითხთან დავიწყე, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. მეორე გამართვის მიზეზი იყო მარტივი ივანიშვილის იუსტიციის სამინისტრომ პირველ ჯერზე უარი განაცხადა ჩვენ დარეგისტრირებაზე, ბევრი აბსურდული საბაბით, გასაგები რო იყოს მაყურებლისთვის, რო არ დავღალო დეტალებით, ფერი რაც წარდგენილი გაქვთ თქვენიო და რა ტერმინსაც ხმარობთო, ის შეუსო ფერში არ დაგვეთახმეს, წითელი არის. აბსურდი იყო სრული, ამიტომ დაგვჭირდა ახალი ყრილობის ჩატარება ამ საბაბების განეიტრალებისთვის ჩვენ ქართული ოცნების წესდებიდან გადმოვწერეთ პროცედურები, რომელზეც გვედავებოდნენ და რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გადაწყვეტეს რომ მაინც არ დაგვარეგისტრირონ, მაგრამ მაინც უფრო გასაგები რო იყოს აბსურდულობა, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის იყო ბუნებრივია თანამოაზრეების შეკრება, რომელთა რიცხვი გაიზარდა წინა შეკრების შემდეგ, ყრილობის შემდეგ, ამ ადამიანების დიდ ნაწილს აქციაზე ვხედავთ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ზოგჯერ რომ გქონდეს დრო და საშუალება ერთმანეთის ნახვის ანუ სახურავის ქვეშ, ჭერის ქვეშ და იქ აზრების გაცვლის და საუბრის იმაზე, რაც ყველაზე მთავარი თემაა. ანუ ჩვენ ქვეყანაში კი ბატონო, ჩვენი სახელმწიფოებრიობის თავისუფლების და უსაფრთხოების გადარჩენა. თემებზე საუბრებს. ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ახალი პარტიული პოლიტიკური კულტურაც მკვიდრდება ნელ-ნელა არის მოწოდებების, სურვილების საიმისოთ, რომ პარტიები არა ზემოდან ქვემო ვერტიკალით, არამედ ქვემოდან ზევით, ზემოთ იქნებოდეს და ასე შემდეგ და ივანიშვილის ამ ჭირმა ერთი კარგი სიკეთე მოიტანა იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების იმ ნაწილს გაუჩნდა мотивация, სურვილი, რომელიც მანამდე შედარებით ინდიფერენტულები იყვნენ პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში. ეს ხა პოლიტიკური პარტიებისთვის კარგი შესაძლებლობაც არის, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება გახდეს პრობლემა თუ კი ამ მოთხოვნას ორი მიწოდება არ ექნა, ასე ვთქვათ, ხო? დღეს ქუჩა სავსეა ხალხით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსთაველი ყოველდღე იკეტება, თუმცა ამ სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად ყველას აქვს მოთხოვნა, სურვილი, განსაკუთრებით გამოცდილი პოლიტიკოსებისა და პარტიების მხრიდან მოისმინონ რა ფაზაშია ახლა ზოგადად პოლიტიკური პროცესი და წინააღმდეგობის პროცესი საქართველოში. ხო, მე მგონია რომ ეს დაკვეთა დიდი ხანი არსებობს უბრალოდ იმედი მაქვს რომ ამჯერად იმდენად კაფეოდ გამოჩნდა ეს ამ პროტესტის დროს რომ პოლიტიკური პარტიების იმ ნაწილს რომელიც ამას უარყოფდა ან ეხლაც შესაძლოა ზოგჯერ უარყოფს ამჯერად ეს გზავნილი მიუვა ჩვენთვის ჩვენი თანამოაზრეებისთვის ეს გამოწვევა ანუ გაუცხოება მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილთან ან ნდობის კრიზისი არ არის სიახლე და ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემის აღმოფხვრას და ჩემი აზრით სწორგზაზე დგომას უკვე რაღაც პერიოდია, ოღონდ ეს არ არის მარტივი პროცესი, ხო, იმიტომ რომ საერთო ანუ სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია და ეს ვცელდება ხოლმე ყველაზე, ანუ მე დიფერენციაცია არ არის მარტივი საკითხი, ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ეს თვითონ უნდა გაიაროს ეს გზა. მე ესეთი დარწმუნებული სამწუხაროდ ვერ ვიქნებოდი, რომ იმ პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვან ნაწილში, ვისაც გავლენა მეტი აქვს ჩვენზე, ვინც ამარჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ასეთი მყარია ეს. თუმცა ვხედავ რაღაც ნიშნებს სწორედ იმის გამო, რაც თქვენ ბრძანეთ, ანუ იმ უბსკულის გამო, რომელიც აშკარა არის, ხო? ანუ ეს გამოჩნდა კიდევაც, რომ პოლიტიკური პარტიების მოწოდებულ პროტესტზე ხალხი არ იყო, ან ატმოსფერო არ იყო იმის, რაც იქნებოდა ძლიერი გზავნილი და იქიდანაც ჩანს, რომ ამ პროტესტს ახლა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, სხვადასხვა მიზეზებით, ზოგი იმის გამო, რომ ძალა იმდენი არ აქვს, ჩვენ შემთხვევაში ფედერალისტების და ზოგი იმ შემთხვევაში, ჩემი აზრით,
და ამას არ ვამბობ იმისთვის რომ უბრალოდ თავდასხმის ამოცანა მაქვს, ზოგჯერ შეიძლება მქონდეს კიდევაც, მაგრამ ამჯერად არ მაქვს. რომ რეპუტაცია აქვს შელახული, ხო, მათ სიტყვას განაცხადებს, ანუ რაღაცა ვადების დათქმას, ბაკი ბუქს იმაზე რომ აი ახლა შედეგს დავაყენებთ, ან მე სასოწარკვეთას ორი კვირდესობას და რაც თავარია, სრულ გაუცხოებას იმასთან რომ აი რის გარშემო არის ხალხი გაერთიანებული. და დიახ, ამას სჭირდება არა მარტო უბრალოდ ფორმალური აღიარება ამისი, თუმცა იგიც მნიშვნელოვანია რომ გულწრფელი იყოს ამის აღიარება და იმ კრიტიკაზე რომელიც მოქალაქეებისგან მოდის, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ყველა მოქალაქის კრიტიკას არ ეთანხმებოდა ნამდვილად, მაგრამ გაგებით მიიღება მაგ ნაწილში კრიტიკის და დასკვნების გამოტანა აქედან. ეს გულისხმობს პარტიის შიგნით, პარტიების შიგნით თამაშის წესების შეცვლას და გასაგებად გახდომას, რომ იმ ხალხის ხელშია ძალაუფლება პარტიის შიგნით, ვინც რაღაც ფასეულობის გარშემოა გაერთიანებული და არა იმის ხელში, ვისაც აქვს რესურსი, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, ანუ ფული, მაგრამ ეგ არ წყვეტს ყველაფერს ან ბელადი, ხო? და აქამდე ეს ასე იყო და სულად გაუგებარი იყო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა იყო ძალიან დიდი ნაკლებობა შინაარსის. ანუ იყო ან სადღეგრძელოები, ან პოპულიზმი, ან უარყოფა და უბრალოდ ზოგადი რაღაც მოწოდებები ევროპა და ჩვენ ვართ, ან 1000 ლარიანი პენსია, ან რაღაც ხან 14 მილიარდი და პრაქტიკულად ნულოვანი დისკუსია იმაზე რა შეიცვლება და როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლების შეცვლასთან ერთად. და აქ თამით დავასრულებ, ვიცი რომ გამიგზელდა, მე მესმის არგუმენტები იმ ადამიანების, კარგი ადამიანების, ვინც მოტივირებულია ცვლილებისკენ საკმარისად და იძახიან რომ ეხა მაგის დრო არ არის, რომ ამხელა საფრთხე გვაქვს და ამხელა გამოწვევა გვაქვს. ეს ნამდვილად ასეა, ეს სასიკვდილო საფრთხის ტოლფასია ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს. ამ რეჟიმის დამარცხება დემოკრატულად არის აუცილებელი პირობა, მაგრამ ამის მისაღწევად, სწორედ ამის მისაღწევად არის საჭირო საზოგადოების იმ ნაწილის ჩართვა, რომელიც დღეს ეხლაც კი არ არის აქტიურად ჩართული ამ პროტესტში. ხო? ანუ მეტი გჭირდება. და ამისთვის და იმათი მოტივირებისთვის, ვინც პროტესტს გამოთქვავს, საჭიროა, რომ ალტერნატივა დამაჯერებელი იყოს. ეს ვერ მოხდება იმის გარეშე, თუ არ იციან ეს პოლიტიკური ძალები, გარდა იმისა, რომ ამ რეჟიმს უპირისპირდებიან, რა ფასეულობებზე, რა ღირებებზე და რა ხედვაზე დგანა. გიგა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის პოლიტიკის და პოლიტიკა შინაარსზე უნდა იდგეს. დღეს გვაქვს ძალიან კონკრეტული ფაზა რუსულ ხელისუფლებასთან და რეჟიმთან დაპირისპირების, როდესაც ის ავტოკრატიის კონსოლიდაციის ეტაპზე გადავიდა და ძალიან დაჩქარებული ეტაპი დაიწყო, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებების მთელი ტალღა მოდის, ხო? და ამ გადაწყვეტილებებთან ერთად მისი აღსრულებაც. 5000 ლარიანი ჯარიმები, პატიმრობები, რა ვიცი, ხა ბოლო ინფორმაცია დღევანდელი რაც იყო, ხო? ფსიქოლოგებს, მასწავლებლებს და ასე შემდეგ, უბრალოდ ფურცლი ხელში დგომის გამო მათ აუძრეს საქმეები და ასე შემდეგ. ბოდიში დაასრულებდა. ნუ აღარაფერს ვამბობ, როგორ ეპყრობიან პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე ქალს, ხო? დღეს სრულიად ამაზრზენი რა მოხდა, როდესაც მისი გაშარჟებული ფოტოები ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ადამიანებმა გამოაქვეყნეს და თავად მათაც კი შერცხვათ ბოლოს და თუ არ ვშტები ეს მე წაიშალა თუ აიღეს თუ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ეგ არის სახე ამ რეჟიმის. ხო, სახე არის, მაგრამ რეპრესიები, რომელიც წვდება უკვე მასობრივად ხალხს, ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი. რას უკავშირებთ თქვენ ამას? თავად ივანიშვილის მხრიდან რატომ მიიღება ასეთი გადაწყვეტილებები და როგორი უნდა იყოს წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაბმული ადამიანების რეაქცია? მე მგონია რომ თავარი საკითხი ამაში ორ ნაწილად გავყოფდი. ერთი არის რომ ეს რა თქმა უნდა გამოწვევა უზარმაზარი, ჩვენ ამ რეჟიმის არსებობაა გამოწვევა. ასენც რო არ იქცეოდნენ, მაგრამ მით უმეტეს როცა ასეთ ფაზაში შევიდნენ, რომელიც თქვენ აღწერეთ, პირდაპირ საფრთხეა თავისუფლებისთვის, ადამიანების უსაფრთხოებისთვის, დაკავებულ ადამიანებს როგორ მოექცნენ ჩვენ ნახეთ, ხო? ანუ ჩვენ ქვეყანაში ტრადიცია არ არსებობდა სამწუხაროდ ისედაც ამ თვალსაზრისით ნორმალური, მაგრამ ამ რეჟიმმა, რომელიც მოვიდა იმ დროშით, რომ ამ პრობლემებისთვის უნდა მიეხედა, პირიქით ამაზრზენი და სამარცხვინო ფორმა მიიღო ჩვენი სტანდარტებითაც კი ამ ყველაფერმა. ანუ ამ საფრთხეს კი არ უარყოფ რამენაირად, მაგრამ დასკვნა აქედან ერთადერთი არის, რომ მათთვის ეს პროტესტი არის სერიოზული პრობლემა. ანუ ამაში უნდა დავინახოთ ჩვენი, ანუ საზოგადოების არაპოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების ძალა. ანუ ყველა ეს განაცხადი, მათ შორის ისეთი, რომელიც ჯერ არ აღუსრულებიათ, მაგრამ წინასწარ იძახიან, ხო, უფრო შორს სწავლენ, მათი ამოცანა ამითი პროტესტის ჩაცხრობა, ნაწილის საზოგადოების შეშინება, ნაწილის სასოწარკვეთაში ჩაგდება, რომ აი ნახე, არაფერი არ ჭრის მსმენია ასევე კარგი და გამბედავი ადამიანებისგან, ვინმეს ჭკუას კი არ ვარიგებ, მაგრამ პირიქით დასკვნა რომ გამოვიტანოთ, ეს ყველაფერი, ყველა ეს ამაზრზენი გამოვლინება ამ რეჟიმის უნდა გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ საზოგადოების იმ ნაწილთან საუბრისას, რომლებიც ჩვენსავით არ ფიქრობენ.
და ამ თვალსაზრისით მე აი მდინარაძის და აი ამათი ამ პოლიტიკური ამაზრდენი არარაობების სამიზნე ამოღება კი არა ჩემთვის ამოცანა ჩემი აზრით ჩვენთვის ანუ მათი მხილება არის ოღონდ ჩვენ უნდა ვესაუბროთ კარგ ადამიანებს რომლებიც ძიმე შეცდომას უშვებენ და თვლიან რომ ამ სტატუს-კვოს შეცვლა არ არის ან აუცილებელი, ან შეცვლა უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს ვიდრე დღევანდელობა. და ასეთები არსებობენ, მიუხედავად რომ ძალიან დიდი ნაწილია პროტესტში ჩართული ჩვენი საზოგადოების, ჩვენ ვიცით რომ ამ რეჟიმის დამარცხებას შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზრდა. და ყველა ტრიბუნა, ყველა შეხვედრა, ყველა საუბარი ამისთვის უნდა გამოვიყენოთ და უნდა უთხრათ ამ ადამიანებს, რომ ფაქტია, რომ ამ რეჟიმის გადაწყვეტილებებმა შექმნა ეს კრიზისი. და ამისთვის აი ის საკითხები, რომელზეც ვერ ვთანხმდებით და რომლებიც არიზიარებენ მაგალითად ჩემ და გავრისკავ და ვიტყვი თქვენ შეხედულებას, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, ხო? და არ ეთანხმენ, ან თვლიან, რომ შეიძლება არ იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რაც ასე არ არის, ანუ უზარმაზარი პრობლემაა, როცა ამ ხარისხის ჩარევა მოხდა ფულით და დაშინებით. ყველაფერს დაანჩენს თავი რომ დავენებოთ. მაგრამ არიზიარებენ ამას. უნდა გავახსენოთ ყველას, რომ ეს კრიზისი შეიქმნა, როცა არჩევნების პოსტსაარჩევნო პროტესტი იყო და პრაქტიკულად დასრულებული. და განაცხადი, რომელიც ივანიშვილმა გააკეთებინა მის პოლიტიკურ არარაობას კიდე ერთს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს იყო პრაქტიკულად საზოგადოების შეგუების ცდილობა, რომ სახელმწიფოებრიობა არ გქონდეს. რომ ჩვენ არ ვიყოთ იმ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამან გამოიწვია ეს პროტესტი. ანუ თვითონ შექმნეს ეს პროტესტი, ამის შემდეგ ამ ამაზრდენი და სამართლიანი ნაბიჯებით აღრმავებენ და ეს პროტესტი არ მთავრდება. კრიზისი ვერ დამთავრდება ამ რეჟიმის პირობებში. ყველა მათი ეს ნაბიჯი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომელიც საფრთხეა თავისუფლებისთვის. არის საფრთხე არა მარტო იმათთვის, ვინც სამიზნედ არის ამოღებული დღეს, ანუ აქტიურობით ვინც არის პროტესტში ჩართული. არა, ყველა დანარჩენისთვის, მათ შორის იმათთვის, ვინც არიზიარებს, ან ბოლომდე არ თulis ამას სასიცოცხლოდ ამ პროტესტს. იმიტომ რომ ეს პროცესი ვერსად ვერ მიიყვანს ქვეყანას, ვერც უსაფრთხოებისკენ, ვერც კეთილდღეობისკენ, ვერც ეკონომიკური წინსვლისკენ პირიქით. ყველა ამ თვალსაზრისით პრობლემა შეექმნება თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის მომხრეებს ამ რეჟიმის. და ამიტომ ჩვენ ამ ხალხს უნდა უთხრათ, რომ ანუ შარი მოდის ამ კაცისგან, რომ ეს კაცი თავის ფულს და ძალაუფლებას აყენებს წინ ვიდრე მათ კეთილდღეობას, მათ ეკონომიკურ წინსვლას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას და ეს ამაზრდენი ფორმები უბრალოდ რაც უკიდურესი გამოვლენა კი არ არის, იმიტომ რომ ვეღაცები რადიკალები არიან და ამას. არა, ეს არის სახე ამ რეჟიმის და მთელი ეს პროცესი არის გამოწვეული ამ კაცის ივანიშვილის ნაბიჯებით და არაფერი სხვით. და ამაზე უნდა ვისაუბროთ ბევრი, ისევე როგორც უნდა დაუპირისპირდეთ იმას, რაზეც დაპირისპირება თავის დროზე. ჩემი აზრით, მოხდა არაჯეროვნად მათ ამ ყველაზე ძლიერი არახს, ხო, ცვლილების შემთხვევაში ომიშის და ომისაფრთხე. და იმას ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რა ეწირება ამ ყველაფერს ამ ადამიანებს. თუ ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს შორის ვისაუბრეთ, ვინც უკვე მოტივირებულები ვართ, ხო ამ საკითხში ჩამოყალიბებულები, როგორც აი ჩვენ ახლა. ხო, მაშინ შეიძლება გქონდეს პროტესტში სტაგნაცია. და ამიტომ მიმაჩნია მე აუცილებლად საუბარი იმ საკითხებზე, რომელზეც თითქოს ახლა მე და თქვენ არ გვჭირდება ერთმანეთის იმდენად თანხმდებით, რომ შეიძლება ვიღაცა ვინც ახლა დგას ოსტალზე მითხეს, რომ ხო ისაც ვიცით. ხო, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც აი ესე ერთნიშნულად შეიძლება მაგრამ თავარი თქვენ კითხოზე გამექცა, პასუხი არის აქედან დასკვნა არის ერთადერთი. ამ ყველაფერს აკეთებენ, იმიტომ რომ კრიზისის გაგრძელება, რაც თვითონ გამოიწვიეს და რაზეც რეაქცია არის ლეგიტიმური, არის მათთვის უზარმაზარი პრობლემა. მე იმ უკიდურესობაში არ გადავარდები, რაშიც მე თვითონ გავაკრიტიკე სხვები, რომ აი უკვე აი აგონია და მთავრდება, როცა ეს მოხდება, ამას დავინახავთ, არ დაიმალება. მაგრამ ეს პროტესტი იმ ადამიანების თავგანწირვა, ვინც საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობის და ზოგ შემთხვევაში სიცოცხლის რისკის ფასად, როგორც ეს მზია ამაღლების შემთხვევაშია, ხო, მისი ამ არჩევანიდან გამომდინარე გრძელდება ეს პროტესტი. ეს არის სერიოზული პრობლემა ამ რეჟიმისთვის. ამ რეჟიმს ჰქონდა დიდი რღვევა, ეს ბზარები არსებობს, არ არის იმ ხარისხის, რომ ვილაპარაკოთ რა ის წუთზეა რეჟიმი, მაგრამ სწორედ იმიტომ გვაშინებენ და იმიტომ იქცევიან ამაზენად, რომ მათ პრობლემა აქვთ. ამავე დროს ცილას და ქარიბდას შორის არიან თვითონაც და ესეც უნდა გამოვიყენოთ. ანუ მათ ნახეს, როდესაც განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს, ამ ბზარებმა გაღრმავება დაიწყო. ამიტომ მე აქედან იმ დასკვნას კი არ გამოვიტანე ხო, რომ აი კარგია რომ ეს ექცევენ. არა, ჩვენ ეს კი არ გვინდა. უბრალოდ მათ ეს უნდა იცოდნენ იმისთვის, რომ შეკავება მოხდეს. მაგრამ თავარია ჩვენ მხრიდან ამ რწმენით გაგრძელება ამ პროტესტის და მეტი მოქალაქის ჩართვა. აი ამ ჩართვისთვის საჭიროა ის, სადაც ვილაპარაკეთ იქამდე პოლიტიკური პარტიებისგან. პოლიტიკური პარტიებისგან ამ შემთხვევაში თქვენგან რა შეიძლება მოისმინონ იმ ადამიანებმა, რომელთა ნაწილმაც თავისი გადაწყვეტილება თამამად ვერ მიიღო ომის საშიშროების
კულტივირებიდან გამომდინარე. კულტივირება იმიტომ, რომ ომის საშიშროება რუსეთთან ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი და ისტორია, ეს ჩვენი წარე გამოცდილების ნაწილი. და ეს რეალური საფრთხეა. თავისთავად ამ საფრთხის უარყოფა ძალიან არასწორი იქნება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. თუმცა ის რა ფორმითაც და რა დანიშნულებითაც ამ ფაქტორს იყენებდა და იყენებს ივანიშვილი დაუცნება, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელი არის. მაგრამ სიცრუეა. ხო, თუმცა არსებობდა კი ან ახლა არსებობს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი და ადვილად გასაგები, ისევე მარტივად გასაგები, როგორც ამით манипуლირებდა პროპაგანდა არა მარტო თვეების წლების განმავლობაში, თუ ბიძინა არ იქნება რომ აგომი იქნება რუსეთში. სიცრუეება იქნება, ხო? რა არის ამ ხო, მე მგონია რომ ისეთი მარტივი როგორც ეგ სიცრუეა, სიმართლე არ არის ხოლმე, სათქმელად და ეს უპირატესობა მათ ჰქონდა და აქვთ. ოღონდ მე ზამძიმე შეცდომად მიმაჩნდა და ეხლაც მიმაჩნია, რომ ამის გამო, ამ არგუმენტით ჩახსნა მოხდა ამასთან დაპირისპირების პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდანაც და მგონია რომ ჩვენ ფედერალისტები ვცდილობდით და ეხლაც ვაგზავნებთ ამაზე პროაქტიულად საუბარს. ანუ ეგეთი მარტივი გზავნილი რომ იცი რა, რუსეთი გაღიზიანდება თუ უფრო პროდასალური მთავრობა იქნება და შემოვა, არა გვაქვს და ეს ისეთ რამეზე მოქმედებს, როცა უკრაინაში უყურებს ხალხი ამ ომს, რომ რთულია, მაგრამ ხო, უნდა ვესაუბროთ და ვცადოთ ამის გაქარწყლება ჩვენივე ისტორიის მაგალითებით და სხვა ქვეყნების მაგალითებით. და უნდა ვესაუბროთ იმაზე, რომ რუსეთს ყველა ეტაპზე, იმ ეტაპზეც კი როცა ყავდა მათთვის არა გამაღიზიანებელი ხელისუფლებები, ჰქონდა ამოცანა სახელმწიფოებრიობის განადგურების. ანუ ეს ამოცანა სამწუხაროდ არის, რომ ეს ამოცანა მას რო არ ქონოდა ან არ ქონდეს ეხლა, მაშინ არ იდგებოდა არც ერთი სხვა საკითხიც. და ამის მაგალითია იანუკოვიჩის უკრაინა, ამის მაგალითი არის ჩვენივე ხელისუფლებები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე სხვა ფორმით ცადეს კომპრომისები კი არა, დემონსტრირება იმის, რომ პარტნიორობა უნდა და ამის საპასუხოდ მიიღეს ნაბიჯები, რომლებიც უბრალოდ ძირს უთხრიდა მათ სახელმწიფოებრიობას და მოქონა სისხლის გროვა. 90-იანებში არც ნატოს გაფართოების საკითხი იდგა, არც ევროკავშირის. საერთოდ განხილვაც კი არ იყო, ჯერ პუტინიც არ იყო, დემოკრატი ელცინი იყო და გენოციდი მოგვიწყეს აფხაზეთში, რომ სახელმწიფოებრიობა არ დაეშვა ჩვენი. ჩვენ მეზობელ სომხეთს, რომელიც მათი მოკავშირე იყო, როგორც კი დაჭირდათ სხვაგან გარიგება იმისთვის, რომ აქ არ ქონოდათ გართულება, მიცეს საშუალება და უღალატეს, მიცეს საშუალება აზერბაიჯანს, ჩვენ მოკავშირე სტრატეგიულს, რომ მიეღწია თავის ამოცანებისთვის, როცა სომხეთისთვის გარანტიები ქონათ მიცემული ამის. ეს ყველა მაგალითი ჩვენივე ისტორიიდან შევარანძებ, როცა დაუნიშნა მათთვის სასურველი რეზიდენტები რამოდენიმე თვეში მის მოკვლას ცდილობდნენ, რომ ბოლომდე აიღოთ ხელში კონტროლი. და იანუკოვიჩი ახლა აღარ დაუმარცხლიან, იანუკოვიჩი ոնց ნატოზეც უარი თქვა, ბაზა მიცა სამხედრო, მერე და აიძულეს, რომ ევროპასთან ვიზო მიმოსვლაზე და ეკონომიკურ თავისუფალ ვაჭრობაზე ეთქვა უარი. ანუ სახელმწიფოებრიობას უსწრებდნენ ბოლომდე, რომ შეუულებელია დღევანდელ რუსეთთან დალაგება ურთიერთობის. და აქ ცოტა ხნის რაღაც კვლევა გასაჯაროვდა საზოგადოებაში, სადაც ყველაზე საგანგაშო მონაცემი იყო. საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის საქართველოს თავისუფალ სამყაროში, მოხდეს მომხრე, ევროკავშირი 80%-ზე მეტი, ნატო რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით 70%-ზე მეტი, მაგრამ 53% ან 50%-ზე მეტი, ან სერიოზული რაოდენობა თulis რომ ნეიტრალიტეტი მისაღებია. და ეს არის შედეგი აი ამ პროპაგანდის, რომ თითქოს არსებობს რაღაცა მოდელი, რომლითაც დალაგდები და ხო, მაშინ ეს რო შესაძლებელი იყოს, რომ იმ ბლოკის წევრი ხდები ნეიტრალური რანაერთი, მაგრამ თვითონ ეს ნეიტრალიტეტი ხო, და აი მაგაშია საქმე, თითქოს არსებობს ვარიანტი რომ ნეიტრალური იყოს საკუთარი უსაფრთხოების მიმართ. რომ რუსეთთან ისეთი ურთიერთობა ქონდეს, რომ არ გააღიზიანო, მაგრამ არ ჩენ სახელმწიფოებრიობას შეუშალონ ხელი და რახან ეს რამოდენიმე წელიწადი აქტიური სამხედრო აგრესია არ ყოფილა, აი ეს თითქოს ამის მაგალითია. და ჩვენივე ისტორია გვასწავლის, რომ თუ გაქვს ვითარება, სადაც შენი თავდაცუნარიანობა და მოკავშირეები არ გიცავენ, ეს ორივე ფაქტორი. რუსეთი ყველა ვარიანტში გადაგივლის. ეს ამაზე საუბარი და ჩვენი ისტორიის მაგალითად მოყანა და მეზობელი აი რაც ახლა მოკლედ ვცადეთ, ოღონდ ბევრად უფრო ფართოდ და პროაქტიულად ჩემი აზრით ეხლაც აუცილებელია და ჩვენ აქციაზე იქნება ნებისმიერ დისკუსიაში თუ ჩვენი რესურსები სოციალურ მედიაში ამაზე სულ საუბრობთ. ისევე როგორც აი ამ მეორე ტყუზე რომ ჩინეთი დააბალანსებს რუსეთს, რაზეც დიდი ინვესტიციას ხარჯავენ ახლა, რომ აი აქ იქნება დაცულობა და ივიწყებს ხალხი ვინც ამას იჯერებს იმას, რომ ჩინეთმა მხარი დაუჭერა სამწუხაროდ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ბევრად უფრო დიდ ქვეყანაში, სადაც ბევრად უფრო დიდი ეკონომიკური ინტერესი ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ მათ სამწუხაროდ სხვა უფრო დიდი ინტერესი აქვს გეოპოლიტიკური და რუსეთს უმცროს, მაგრამ პარტნიორად მიიჩნევენ, ამიტომ მან მხარი დაუჭერეს პირიქით. და ჩვენ უნდა გქონდეს ილუზია, რომ ჩინეთი ბევრად
ზომები პატარა ქვეყანაში რაღაც ეკონომიკური ინტერესების გამო რუსეთს დაუპირისპირდება, ეს არის უსინდისო სიცრუე. მაგრამ ყველაზე უფრო მთავარი არის და ისევ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იგივე საკითხს უბრუნდები, მაგრამ როდესაც ჩვენი გზავნილი, ანუ ჩვენი ბანაკის ფართო გაგებით, ანუ იმათი ვის თვლით, რომ ამ რეჟიმის კურსი დამღუპველია. გზავნილი იყო, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენ ვირჩევთ დასავლურ სამყაროს და ეს არის თავარი გზავნილი. არა რაიმე ვრცელი ხედვა ეკონომიკაზე, განათლებაზე ან ჯანდაცვაზე, არა, ამას დაეთმო 90%. და თითქოს ლოგიკური იყო, იმიტომ რომ ამას ემუქრებოდა პირველ რიგში. და ამავე დროს არ უპასუხობდით ამასთან დაკავშირებულ გზავნილს ომის საფრთხესთან დაკავშირებით, რომ ცვლილება ომს მოგვიტანს. ეს იყო უზარმაზარი პრობლემა. თუ გარდა ამ ზედაპირული სადღეგრძელოებისა, რაც ვახსენე, არ ხარჯავ დროს იმაზე, რაც ადამიანებს დღესვე აწუხებთ, ხო? ეკონომიკური საკითხები პირველ რიგში, მაგრამ ჯანდაცვა, განათლება და აქ შემოდის ხოლმე არგუმენტი, რომ რა დროს ეგ არის, როცა ფუნდამენტურ ამას ემუქრება ეს რეჟიმი. ამით ჩვენ უტოვებთ ამ სივრცეს ამ რეჟიმს. იმიტომ რომ რეჟიმი შეიძლება იყოს დისკრედიტირებული და არის უმრავლესობის თვალში, მაგრამ ცვლილების ხარდაჭერას სჭირდება ბევრად მეტი ძალისხმევა. ანუ ცვლილებას თუ უჭერ მხარს, მით უმეტეს როცა ეს პროპაგანდა მუშაობს, რომ ცვლილება სარისკოა, თუ შენ დამაჯერებელი არ ახარ, რომ შინაარსი გაგაჩნია და ხედვა და კომპეტენცია, ამით უტოვებ ამ კოზირს ხელისუფლებას. შეუძლებელია. შეგვიძლია ეხლაც კი იმ შეზღუდული რესურსებით ამ საფრთხეების მიუხედავად, რაც თქვენ ბრძანეთ, გავაუმჯობესოთ ეს სიტუაცია და არის პირველი ნიშნები, აი ხა რუსთაველზე, მე მგონი დღეს არის თუ არა დისკუსია, ბოლო დღეებია, არის დებატები ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერებს შორის. და დროთა განმავლობაში იმედია, რომ ისეთი გარემო შეიქმნება, რომ ასე თქვა ტრადიციულ მედიებშიც გადმოინაცვლებს ეს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს არგუმენტები დამაჯერებელი გახდეს, თქვენივე არგუმენტების ჯაჭვიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი რგოლი არის დასავლეთთან მეკავშირეობა. ხო? ანუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების განახლება და ზოგადად დასავლეთის გაძლიერება, მოძლიერება. ამ ხრივ ამერიკის შეერთებული შტატების როლი ვიტყვი რომ განმსაზღვრელი არის მთელს ამ თავისუფალ სამყაროში. და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების მოლოდინში ვარ ჩვენც და მთელი მსოფლიოც. აი რა იქნებოდა ჩვენთვის ოპტიმალური ვერსია, ეხლა ჩვენ როგორც გვინდა რომ იყოს და ვიღაცები კანადას რო ამბობს 51 შტატსო ვიღაცას საქართველოსაც შეიძლებოდა გაჩეონდა მსგავსი სურვილები, მაგრამ ჩვენ სუვერენიტეტს და თავისუფლებას არც ამერიკის შეერთებული შტატების შტატად შესვლის ნაწილად არ დავკარგავთ, რა თქმა უნდა. არ არის ეს სახუმარო თემა საერთოდ, ხო, მაგრამ ხუმრობით ამასაც შეიძლება ვიღაცები ამბობდნენ, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური რა ვერსია იქნებოდა მოვლენების განვითარების, განსაკუთრებით პუტინთან და რუსეთთან მიმართებაში და რას ვხედავთ უკვე, რა ნიშნებია, საიდანაც რამე დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ. მაინც ერთ წინა სიტყვები რომ ვთქვა, რომ მოლოდინში ყოფნა, ანუ ჩვენი გამოწვევა გვაქვს, რომ არ გვყავს თავრობა, რომელიც ამ ვითარებაში ჩვენ ეროვნულ ინტერესებისთვის მუშაობს, მათ შორის ვაშინგტონში. ეგ არის გამოწვევა. რა სცენარიც არ უნდა იყოს თავისუფალ სამყაროში, თუ შენ არ ხარ ფორმაში, ვერაფერი ვერ გიშველის. ანუ ძალიან იშვიათია ვითარებები, როცა გარემოებები ისეთ განპირობებად ისეთ დალაგდება, რომ შენ კატასტროფულ დღეში იქნება, მაინც გამოძვრები. ამის იმედად ყოფნა არის უპასუხისმგებლობა. ხო, და ამიტომ ჩვენ არასოდეს არ უნდა უთხრათ მოქალაქეებს ის, რისიც მე არ მჯერა და რაც არ არის სწორი, ხო, რომ აი რაღაცა იქ მოხდება და იქ რო დალაგდება, ეგ გვიშველის ჩვენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ანუ პირველ რიგში ქვეყნის შიგნით უნდა გქონდეს ვითარება, რომელიც ჩვენ მტერს ამ რისკებს რომ ჩვენ წინამდე გიმოქმედოს არ გადაადგმენებს. ანუ ნაკლებად მე ის ილუზია კი არ მინდა გავავრცელო რომ რაღაცა რუსეთთან ომში რუსეთს განცდა იქნება რომ მოუგებთ ომს ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. არა სამწუხაროდ არც ომა არც გეოგრაფია ამის ასეთ წინაპირობას არ გვაძლევს, ხო? ეს არასერიოზული იქნება ეს რო განაცხადო, ხო? უზარმაზარი ტრაგედია იქნება, ფართომასშტაბიანი ომი. ოღონდ თუ შენ ფორმაში ხარ და თუ შენ აქტიურად მუშაობ თავისუფალ სამყაროსთან, იმ პირობებშიც კი, როცა ნატოს წევრი არ ახარ, ან ამერიკასთან არ გაქვს სამხედრო უსაფრთხოების საკითხში ხელშეკრულება პირდაპირ, რაც იქნებოდა, რახან მეკითხებით, იდეალური რა არისო, იდეალური ეგ არის, ხო? მაგრამ რეგიონში არიან სხვა ნატოს წევრები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები და თუ შენ ფორმაში ხარ, თუ მტერს არა განცდა რომ ამ ქვეყანაში
შემოსვლის შემთხვევაში მას გაუადვილდება გაკონტროლება ვითარების საფრთხები კლებულობს და ჩვენ ყველამ ვიცით რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების და იქამდეც პირველი აგრესიის ერთ-ერთი სასარგებლო არგუმენტი პუტინის გარემოცვაში იყო ის განცხადებები, რომელსაც აკეთებდნენ პრორუსული პოლიტიკოსები უკრაინაში. რომ აქ წინამდებობა არ იქნება, რომ აქ ხალხს მშვიდობა უნდა და რუსეთთან დაალაგება, რომ არაფერი არ მოხდება, ანუ ამ განცხადებებმა და როგორც ჩანს მისი დაზვერვის არასწორმა მონაცემებმა მას გადაადგმეინა სხვა ფაქტორებთან ერთად ის ნაბიჯი რომ აქ ადვილად გაივლის ყველაფერს. ყველა ვინც დღეს საუბრობს იმაზე რომ განწირველები ვარ და უნდა შევეგუოთ რუსეთის ბატონობას და უნდა დაულაგდეთ, რაც სამწუხაროდ რეალობაში როცა სუსტი ხარ დაალაგება ნიშნავს შეგუებას სუვერენიტეტის დათმობასთან. ამით კი არ გვიმცირებს საფრთხეს. პირიქით სიგნალს აგზავნის, რომელიც გაგვიზრდის რისკებს რუსეთისგან აგრესიის. რომ აქ ნახე როგორი კლიმატია პოლიტიკურ კლასშიც, საზოგადოებაშიც. არ არის წინამდებობა არც იქნება, ხო? მაგრამ რომ დაუბრუნდეთ თქვენ კითხოს გამექცა მაინც, ხო? ჩვენთვის სასურველი, ჩვენთვის და უკრაინისტვის და სასურველი არის რუსეთის სრული მარცხი. რა ვითარებაც დღეს გვაქვს, რა განაცხადებს გააკეთა ტრამპის ადმინისტრაციამ, არის სადღაც უხეშად ვთქვათ კორეის ვითარება, ოღონდ ნაკლები ვადიანი ალბათ. გაყინვა, ოღონდ გაყინვა არა ისე რაც გაყინვა კი არ არის, არამედ რუსეთისთვის უპირატესობის მინიჭება, რაც იყო მინსკის წინაშე შეთანხმება რეალურად. სამწუხაროდ, ხო, როცა გაყინვა კი არ ხდება, უბრალოდ ამ დე ფაქტო ვითარების ნორმალიზაცია ხდება ბჭყალებში, იმ იმედით რომ არ გაგრძელდება ომი და აგრესორი იკრებს ძალებს და ამას იყენებს შეწინააღმდეგ შემდგომი აგრესიისთვის. არა, განაცხადი ტრამპის ადმინისტრაციის საკვანძო წარმომადგენლის კელოგის, ხო, დეტალებში იყო, რომ ჯარი უნდა განლაგდეს მოკავშირეების. ანუ ჯარის განლაგება არის ტოლფასი ამ შემთხვევაში, არა იდენტური ნატოს წევრობის, ხო? და ნატოს წევრობასაც ჯარის განლაგება ჭირდება, მარტო წევრობა არ არის. ამ ჯარში ნატოს წევრი ქვეყნების საჯარისო ფორმირებები ევროპა არა ამერიკა თქვა, მაგრამ 100,000-იანი კონტინგენტი და ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, რომ პუტინი ამას დათანხმდეს. ჯერჯერობით კი, ოღონდ იმავე ადმინისტრაციამ ტრამპის იმ განცხადებებთან ერთად, რომელიც ბევრს აშფოთებს საქართველოში, რომ სწრაფად უნდა მშვიდობა, იგივე ადამიანმა განაცხადა და ეს შიდა დისკუსიის ნაწილი იყო, გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციას, მათი შიდა დებატებია. თქვა, რომ ექსკულაზე ვაფასებ რუსეთის წინამდებ ნაბიჯებს, უნდა აღსრულება 3-ზე და ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს წინ ამ მიმართულებით, რომ ბევრად ძიმე და რუსეთზე ზეწოლის. და ამიტომ თუ პუტინის რეჟიმი და რაც ასე არის თქვენ როგორც სწორად ბრძანებთ ამ ეტაპზე კატეგორიულად არიღებს ამას, იმიტომ რომ ეგ შეთანხმება, რომელიც არ არის იდეალური, არ არის სამართლიანი უკრაინელების მიმართ სრულად. გამორიცხავს უკრაინის სახელმწიფოს განადგურების შანსებს პუტინისგან. ანუ ეს არ არის მინსკი, იმიტომ რომ ჯარი განლაგდება. ამიტომ ის ამას არიღებს და თუ ის ამას არიღებს, ეს მხოლოდ გაამწვავებს ამ დაპირისპირებას. და ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ფორმაში, როცა ეს დაპირისპირება აიძულებს პუტინს რომ მიიღოს ეს არაიდეალური, მაგრამ მყარად უკრაინის სახელმწიფოების დამცველი ვარიანტი, რომ ჩვენ ამ გადანაწილებაში არ აღმოჩნდეთ იმ ხარეს, სადაც კადიროველების სათარეშო მოედანი იქნება პუტინისთვის. ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი მომავლისთვის და ამიტომ სასურველი სცენარი სრული არა, მაგრამ რეალისტური არის გაყინვა ამ კონფლიქტის und მყარი სამხედრო გარანტიით ჯარისა უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის თავისუფალი ნაწილის სრული ინტეგრაცია თავისუფალ სამყაროში ამის შედეგად და პუტინისთვის სალსახამარცხი შიდა აუდიტორიასთან და მსოფლიო აუდიტორიასთანაც, იმიტომ რომ ის განაცხადი რაც მას ჰქონდა უკრაინის სახელმწიფოს განადგურების ვერ შედგა და ვერც ის ტერიტორია ვერ აქვს დაკავებული, რაც რუსეთად გამოაცხადა. ხო, მისი ოკუპაცია ჯერ მაინც საკმაოდ შორს არის იმ ტერიტორიების სრული მოცულობისგან, რაც რუსეთის ფედერაციად გამოაცხადა. ანუ ეს იქნება კრახი, ეს ნიშნავს რომ 2014 წლის ვითარება არ არის თლად გააფართოვა, მაგრამ არსებითად ის ვერ შეძლო, რაც უნდა. და ჩვენ ამ მომენტში გვჭირდება რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც იქნება ეფექტური, დამაჯერებელი და რომელიც თავისუფალ სამყაროს მიუტანს იმ გზავნილებს, არა მარტო მორალურ არგუმენტებს, არამედ პრაგმატულს, რომ აქ რუსეთის და მისი მოკავშირეების არადემოკრატიული დიდი ავტორიტარული ქვეყნების ჩინეთის პირდაპირ ვთქვათ და სხვების ინტერესების გაბატონება ამ რეგიონში არის საფრთხე თავისუფალი სამყაროსთვის და ამიტომ საქართველოს მხარდაჭერა და ჩვენი უსაფრთხოება არის არა მარტო ჩვენი ეროვნული ამოცანა და ჩვენი სუვერენიტეტი, არამედ მათ პრაგმატულ ინტერესში არის. ძალიან დიდი მადლობა. ამ თემის გაგრძელება სასურველია და ჩვენს გადაცემაში აუცილებლად შევეხებით აი ქვეყნის შიგნით, თქვენ გიგებთ რომ ჩვენ უნდა შევხვდეთ ფორმაში და საქართველოს ხელისუფლება უნდა პირიქით ამას წარმოადგენდეს, მაგრამ აი როგორ უნდა მივიდეთ მაგამდე კიდე ვისაუბრეთ უკვე, რა ახალი რესურსებია შემოსაყვანი პოლიტიკაში, ნდობა სად არის უფრო მეტად გასაჩენი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მეტი საუბარი დაგვჭირდება. მადლობა. დაგემშვიდობებით.